მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ისევე ახალი თამაშით, იმიტომ რომ ამ მარხზე ყოველთვის ახალი თამაშები არის და არა და არ ვიღებ აი ამ story თამაშებს თუნდაც. რა თქმა უნდა, მინდა რომ გადავიღო, მაგრამ უბრალოდ ფაქტიურად საშუალება არ მაქვს, იმიტომ რომ რო დავიწყო ახლა თუნდაც Resident Evil-ის თამაში, რაც წარმოგარი თამაშები არის და მინდა რომ ვითამაშო. შესაძლოა მინდოდა რომ მეთამაშე Resident Evil 5, მაგრამ საქმე ისაა რომ ვერ ვითამაშებ, იმიტომ რომ ეგ თამაშები არის რაღაცა აი 15 საათიანი. თან კიდე 5 ფაქტიურად დავხურე, მაგრამ ესე ვთქვათ, soft lock-ი გავაკეთე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო boss-თან ტყუები აღარ მქონდა. ხო და მომიწია რომ დავიწყო თავიდან მაგის თამაში და შესაბამისად მაგის გადაღებას აზრი არ მქონდა. ხო და ამიტომაც ვარ ახლა შემოსული და ვიღებ აი online თამაშებს, რომლებიც არის ძალიან რენდომები, მაგრამ არის ძალიან მაგარი თამაშები, იმიტომ რომ ნუ მე ყოველ შემთხვევაში მომწონს. და დღეს თამაშობთ უკვე ჩვენ Hunt Showdowns. თან კიდე ამ არხზე, ანუ იმდენად ბევრ ვიდეოს ვერ ვდებ, მაგრამ შეიძლება დავიწყო, იმიტომ რომ აქ იდეები არ მჭირდებოდა. ჩემს main არხზე იდეები უფრო მჭირდება, რომ რაღაცას შევეხო თემას და რაღაცაზე ვისაუბრო. აქ კიდე უბრალოდ აი ალბათ ცხოვრებაზე ვისაუბრებ, ან თამაშებზე ვისაუბრებ, ან კიდე მსგავსი რაღაცები. თან ეხა იმდენად სულელი ხალხი არ მინდა რომ გადმოვიდეს ამ არხზე და ვცდილობ რომ ეს არხი ცოტა უფრო დამოლული იყოს. ხო და დღეს ვითამაშებთ Hunt Showdowns, რომელსაც სახელი შეუცვალეს და ქვია ეხა რაღაცა 1896 თუ რაღაცა მსგავსი. ხო და არის რაღაცა ივენთი და ამ ივენთზე გამოსული არის ახალი ფასი, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თავად Post Malone-ი, აი. ეს არის Post Malone. და საქმე ისაა, რომ ზოგადად აი ეს თამაში, ანუ Hunt Showdown-ი საქართველოში გავრცელებული იმდენად არ არის და შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცოდეთ, ამიტომაც რაღაცებს კიდე მე აგიხსნით. და ამ Battle Pass-ად შეეხება ძალიან მაგარი სკინები არის და ყველაფერი არის დაფუძნებული აი კლოუნებზე და ჯამბაზებზე და რაღაცებზე, როგორც ხედავთ, სკინებიც დაახლოებით ეგეთი არის, რომ ჯამბაზებს და რაღაცებს გავს. აი ეს მაგალითად აგერ. ეს შესაძლოა გავს Dexy არის ესეთი მომღერალი, ვინც იცით, დიდი ხანი არ მომისმენია, მაგრამ მაინც. და ნუ კარგი სკინები არის ერთი სიტყვით. ხო, ეხლა ბევრი საუბრის გარეშე მოდი თამაში შევიდეთ, იმიტომ რომ ტეოდობა არ მაქვს, 500-იანი არის ეს ლეპტოპი და მომიწია რომ ფაქტიურად ჩამეკვეხებინა მაგ 500-ში როგორღაც აი ეს თამაში რომელიც არის 80 გიგაბაიტიანი. მოდი ახლა დავიწყოთ ვიქნებით ჩვენ დუოების წინააღმდეგ და ერთსებად ვითამაშოთ. ეხლა მე ის იმედის მაქვს არის ის რომ არ არის ცუდი ხმა, ანუ მიკროფონი ზოგიერთ ძალიან ურევს ხოლმე და შხლიელი ხმები არის, მაგრამ ვეცდები რომ გამოვასწორო ეგეც. ნუ მე ვერ გამოვასწორებ ახლა თუ ზოდი ხმა აქვს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ახლა თუ მოვყვები რაღაცა ისტორიები, ბოლოს არ აღმოჩნდება ის რომ აი ცუდი ხმა ქონდა თუნდაც ვიდეოს. კარგი, რაღაცებს ახლა უცებ მოგიყვებით, მოკლედ ეს არის ჩვენი, მოიცა? ეს არის ჩვენი მაპი, ეს არის ახალი რაღაცა აი კლოუნის ის რო ახატი აგერ ყვითლად, აი ეს. და მანდ არის ერთი პატარა ბოსი. მაგას რომ მოკლავ გაძლევს რაღაცა კულებს. რაც მე შეგვიძლია რომ გამოიყენო აი Battle Pass-ზე. რომ მე ნუ ნენელა გააზლირო რაღაცები და რაღაცები კიდე აიღო. აქ რაც ხდება ხარ ის რომ არის ასევე ზომბები, ანუ PvP-ც არის და PvE-ც არის, ესე რომ ვთქვათ. ანუ extraction shooter-ი არის, ესე რომ ვთქვათ, რაც იმას ნიშნავს რომ აი თან უნდა გავუმკლავდე ზომბებს. და ნუ ზომბებთან ერთად ფაქტობრივად უნდა გავუმკლავდე კიდე ადამიანებსაც, რომლებიც არიან აქ. დაახლოებით როგორც ისი არის 8 ადამიანი. და თან როცა ესვრი ზომბებს და თან ზომბებს როცა მოდიან შენსკენ, ნუ მე ადამიანების გესვიან კიდე და ასე შემდეგ. თავარი მისია ამ თამაში რაც არის რომ მიხვიდე ბოსებთან რა. ანუ ზოგადად თამაშებში არის ან 2 ბოსი, ან 1 ბოსი. და ბოსები არის აი ესენი, აი ხედავთ ახლა მაპი არის განაწილებული ორად, აი ესეთი ხაზი. აკითხვა არის სხვა ბოსი არის, აკითხვა არის სხვა ბოსი არის. ამჯერად ჩვენ გვყავს ასასინი და ასევე სპაიდერი. და ბოსები უნდა იპოვო აი ისო დააწვევი, ესე ლურჯზე დაჩვენებს. უნდა მიხვიდე ამ ლურჯებთან, ესენი არის კლუები, ესე რომ ვთქვათ, ანუ რაღაცა აზრები არის, რაც გაწვდის იდეებს თუ სად შეიძლება იყოს ბოსი. მაგას რო აიღებ სამცალს, მერე უკვე მაპზე ეგრევე მოიშნება ის ადგილი, სადაც ბოსი იმალება. ან შეიძლება სულ შემთხვევით ისე ნახო, რომ არც კი დაგჭირდეს აი 3 ცალი ნახო ეგეთი კლუ, ანუ ლურჯი რაღაცა. ესენი კიდე ივენთის გამო არის აქ, ანუ ღონისძიების გამო, როცა მაგათ გახეთქავ გაძლევს რაღაცა კულებს, რაც მე შეიძლება რომ გამოიყენო Battle Pass-ში, რომ რაღაცა სკინები გახსნა. ხო და როცა მოკლავ ბოსს და როცა ბოსს იპოვი, დაახლოებით მე მგონი 3 წუთი უნდა იმას რომ აი ბოსი ესე რომ ვთქვათ ნენელა გაქრეს, ან ხო იცი აი რაღაც ადამიანი რომ მოკვდება, იმას გარკვეული დრო უნდა რომ გაიხსნას. და დაახლოებით იგივე პროცესი არის რაც შეეხება ბოსს. ბოსს მოკლავ, ვერ უნდა დააწვე ეს და ეგ ბოსი ნენელა იწყებს გახსნას. და როცა საბოლოოდ გაიხსნება, მე გაძლევს ორ რაღაცა პატარა კულას. და მაგ კულას როცა აიღებ, აი ეგ არის სწორედ ის, რისი დახმარებითაც უნდა გაიქცე აქედან. რომ მე მოგებაში ჩაგეთვალოს ესე რომ ვთქვათ.
მაგრამ მან ერთი საქმე ისაა, რომ აი მაგ ქულასაც აიღებ, მერე უკვე მაპზე შეუძლია ადამიანებმა დაგინახონ რა. ეს რა არის კაც? ანუ რაღაც აი მეხივით იქნება, აი ეს რაღაც აგრან, აი ესეთი აი მე ხსო ხედავთ აქ, აი დაახლოებით ესეთი რაღაცა იქნება შენ სახელთან ან მაპზე რა, აი რენდომად, აი აქ ხა მაგალითად შეიძლება მეხი ჩამოვარდეს, რომ კონდეს აი აღებული ეგ ბოსის ქულა. და ნუ მაგის დახმარებით ხალხს შეუძლია რომ გაიგონი ის თუ შენ სად ახარ. მაგრამ ასევე შენს გეძლევა 5 წამიანი dark side-ი, ანუ ესეთი რაღაცა, რისი დახმარებითაც 5 წამი შეგიძლია დაენახო ადამიანები შენს გარშემო, შენს რადიუსში რა ესე რომ ვთქვათ. და მე მგონი ვიღაც აქეთ არის. იმიტომ რომ ის clue, აი ეხლა რო ავიღე, იყო ვიღაცისგან აღებული. და შეიძლება აქ ვინმე იყოს. აი ეს არის რაც გითხარით, რომ მეთქი ჯამბაზები არის აქ თქო. ხო, შეიძლება კიდე სულ ისე გაიქცე, რომ ბოსი არც მოკლა. ანუ მაგალითად ახლა შეიძლება გაჩქარება შენ და საერთოდ არ გინდა რომ ვითამაშე, ხო? და რაც შეგიძლია გააკეთო არის, აი maps გახსნი და აი პატარა კუთხეები რო არის, აქ მიხვალ, დაელოდები 30 წამით ვორსები და ჩვეულებრივად გაიქცევი. და მე მგონი ეს ბომბი უნდა მეყიდა, მაგრამ შემეშალა და ვიყიდე დიქოი. აი ეს ბოსი არის. ამას მე ესე ვერ მოკლა. ხო, ბომბა არ ყოფილა როგორ ჩანს. აი ნუ ამბოს სამძოლას აზრი არ აქვს, შეიძლება წავიდე აქედან. თორე მომკლავს. ვაუ. ამ ხელაზე არ უნდა გამოდივდეს ესეთ, მაგრამ არ ვიცი ამ ხელაზე დამოდის. ნუ მოკლედ რა დიდი ქაოსი ავტეხით, თან სულ ტულა უბრალოდ. აი ნუ მაგით არ გვინდა წასვლა. მოდი მოვძებნოთ ახლა კიდე ჩვენს კლუბები სად არის. ანუ აქეთ შეიძლება იყოს ეგ ბოსი, აი 3 ადგილი არის ხა აქ და რომელიმეში იქნება უოჭველი. მაგრამ ასასინი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბოსი, რომელიც მოკლედ აი არ მომწონს, რა, აი ვერ ვიტან მაგის მოკლას. იმიტომ რომ აი ქრება და მე ჩნდება და მე კიდე რაღაცა და ნუ საშინელება არა ეს სიტყვით. ესენი თუ არ მომკლავენ, კარგია. ნუ ფაქტიურად მომკლეს, რაღა მაკლია. სისხლისგან ვიცლები, ეხა ერთი იმედი ის ამოქვს, რომ აქ იქნება რაღაცა ჰილი. ნუ ჰილები კი მაქვს, აი არის, კიდე კაი. მაგრამ არ მინდა რომ დავხარჯო ეხლა სულ ტყუილე უბრალოდ რაღაცა ეგეთებზე. იმიტომ რომ მე რო დამჭირდეს და ვიღაცა მესროდეს, მე რა ოქნა. საკმაოდ რეალისტური თამაში არის, გრაფიკები ძალიან ლამაზი არის, უბრალოდ ოპტიმიზაცია აკლია ცოტა, ან შეიძლება ცუდი ლეპტოპი მოქვს და მაგიტო მე მიჭედავს მხოლოდ. თორე ხმები აქვს ამ თამაშს ყველაზე მაგარი. აი ერთი რაც მომწონს არის Senua Hellblade-ის ხმები და მეორე ამ თამაშის. იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი არის ყველაფერი გაკეთებული. ყველა დეტალი, აი ყველაფერი ძალიან ლამაზად არის, ძალიან კარგად გესმის კიდე. რაღაცა სადღაც ცხენის ხმა გავიგონე კიდე რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ ვიღაც აქეთ მოდის. და ნუ ერთი თუ რა ამ თამაში უნდა ეცადო ყველანაირად რომ იყო ჩუმი. თორე თუ ჩუმი არ ახარ და თუ იარაღით მოკლავ აი მაგ ზომბებს, ჯერ ერთი ისაა ფაქტი რომ მაგ ზომბებს გააღვიძებ რა. აი ხო იცი ფილმებში რო არის რეალურად რომ ვიღაცას თუ მოკლავ იარაღით, ანუ ზომბს, მერე სხვების მოვლენ. აქ ხდება ის რომ ზომბებიც მოვლიან. და შეიძლება ადამიანს დაგადგეს კიდე. ნუ ეხლა თუ უნდა იმ ადამიანს რომ ესე რომ თქო გეჭხუბოს და ვიღაცა მოდის აი აქედან. ეხლა მე დუოების წინააღმდეგ ვთამაშობ და არ მინდოდა ეხლა რომ გამომეწვია ეგ ძაღლები.
იმიტომ რომ ძალიან ხმამაღალები არიან და ვიღაცის ხევაჭველი ეცოდინება რომ აი აქ ვარ მე. აი, ნუ აქეთ წავალე ხა, მაგრამ არ მინდა აი ასასინის მოკლას, მაგრამ მართლა ვერ ვიტან. რო რაღაცა მანახა იქ აი ნაჯახივით ან ჩაკუჭივით, მასე შეიძლება, მაგრამ ისე არ მინდა აი მაგას ამ ბრძოლას კი. აუ, ეხლა ვაფშე სხვაგან წავედი მე. კაი. ნუ რაღაცებზე კიდე მინდოდა რომ ესაუბროს ხოთა შორის, მაგრამ ძალიან ახლა აუ ემულატორი ეს არ მინდოდა რომ დამენახა. ამას თუ დაარტყამ, ანუ ამას თუ ესვრი, ან ბასრი რაღაცა იქნება. აი ვიღაცება მოკლეს. ანუ ბასრი რაღაცი თუ შეეხები ამ ბოსი არა ზომბი არის, მაგრამ ფეთქება. ამიტომაც უნდა მოკლა ან იარაღის კონდახით, ესე რომ ვთქვათ, რაც ქვია მაგას. ან უნდა მოკლა, აი ეხა მე ერთის მოკალი, ანუ აი ამ დასტერით რა. ანუ ხელს რო იმაგებ. ნუ ყავა როგორც ყოველთვის მიცივდება, მაგრამ მაინც მინდოდა რომ თამაშს მქონოდა ერთი ვიდეო გადაღებული და ვფიქრე რომ რატომაც არა ბარემ გადავიღებ თქვენ ახლა. სხვადასხვა დილას კიდე ამ თამაშს ბევრი იმდენად არ თამაშობს და არის ისე რომ ლობიში შედიხარ და ხარ მხოლოდ შენ. საინტერესოა, ორივე ბოსი მოკლეს. მინდოდა რომ მეჩვენებინა თქვენთვის აი ბოსის მოკლის ამბები, მაგრამ არა უშავს. მივალე ხა იმათან, ვიცი რომ აი ეს და ემულატორი არის ყველაზე საზღვრებო რაღაცა. ხო მოკლედ მივალე ხა ამათან, კი ვიცი რომ მომიწევს ხა ორი კაცის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც კარგად არიან შეღუზული სახლში და კემპერობენ იქ, მაგრამ არ ვიცი რაღაცას ვიზა მაინც. არ მინდა ხა რომ აი ვიბოდიალო აქეთ მთელი თამაში და მოსაყოლელიც არის კიდე მაგას მეორე ვიდეოში მოვუყვებით ალბათ. ნუ ძირითადად ახლა სამსახურზე მინდოდა რაღაცები მომეყოლა არ მუშაობ, მაგრამ მინდა რომ ვიმუშაო და კიდე რაღაცა გეგმები რაც მაქვს. მაგრამ ხო ვიცი აი გეგმები არ უნდა მოყვეო წინასწარ რომ თორე მე არ ახდებაო. ამიტომაც ალბათ კაიც არის რომ ჯერჯერობით არ ვსაუბრობ არაფერზე. აი ნახეთ, არ იტვირთება ტექსტურები და რაღაცეები. მე მგონია რომ ეგ უფრო ჩემი ვიდეო კარტის ბრალი არის ვიდეო თამაშის, მაგრამ არ ვიცი. აი აქ არიან, ან აქ არიან. ხო, აი აქ არიან. და დიდი ვარაუდით არის ორი კაცი მანდ. მაგრამ შეიძლება ვწდებოდი. ხმალი რომ მქონდეს, ხმალით შეუვარდებოდი და ხმალით ეგრევე დარტყმაში კლავ. ნუ თუ არ გაუვარდება ხა იმას თავში არ გავარტყამენ. ნუ აქ ხა უნდა ვიყო ჩუმად. ვიცი რომ ვიდეოს ვიღებთ რაღაცა, მაგრამ აქ რო ჩუმად არ ვიყო ხა, ისე არ გამოვა არაფერი. ოპა. ვახ, აი მართლა არ ველოდი ახლა რომ ორივეს მოკლავდი, მაგრამ ყოჩახმე. მართლა ყოჩახმე. შეუვარდით ესე მარტივად და ორივეს გავაფრთხობიეთ სული. ნუ გავლუთეთ ესე და აი ამაზე გეუბნებოდით რა, აი აქ ბოსი მოკლეს, მერე გაიხსნა და დარჩა აი ეს რაღაცა. და ბაუნტი ქვია ამ რაღაცებსაც მერე იღებ. და შეგიძლია აი ესე დაინახო. ნუ პრინციპში გაჩვენეთ უკვე აი ყვითლად რო ჩანდა და სტაფილოსფრად
კარგად არ გაჩვენებს ეხლა ზუსტ ლოკაციას თუ სად არიან, მაგრამ დაახლოებით გაჩვენებს თუ სადაც შეიძლება იყვნენ, აი სტაფილოსფრად როცა იყვნენ გაფერადებული. ეხლა მე დავიჰილები და გავიქცევ უცებ აქედან. და გასაქცევი არის ძალიან შორს. ფაქტიურად იქ სადაც მოვედით. ის ვინც აიღო ეხლა ობობის ბაუნტი ეგრეთ მარტო არის. ანუ გამოდის რომ მე და ის დავრჩით. და არასაც გეუბნებოდით, აი უყურე, მე ხივარდება აქ, ანუ აქ არის ის კაცი. მაგრამ ეხლა მან და არ ვიცი ღირს თუ არა რომ მივიდე. შეიძლება კი მიღირს და შეიძლება ღირს რომ მოკლა, მაგრამ გააჩნეთ თუ საწავა, ამიტომ რომ ნახე, ორი არიან? არა, ერთი პროსტა ბაუნტი არის და ეს კაცი აგერ მოდის, აი, აქეთა. აქეთა გასაქცევი მაგისთვის, ანუ მარტივად შეუძლია რომ წავიდეს, მე კიდე ვარაკ. ნუ შემიძლია ეხლა გავაკეთო, იცი, ანუ მივიდე იქ ობობასთან და ის ბაუნტიც ავიღო და რო გავიქცევი უფრო მეტი ფულა მომეცემა, მაგრამ ეხლა ვიდეოც მე არ მინდა რომ ძალიან გავწელო, თან კიდე ტევადობა არ მაქვს იმდენი რომ აი დიდი ვიდეო მქონდეს ატოვებული და ხო ხვდებით. ის ტიპი კიდე ძალიან სულელი იყო, აი მართლა სულელად ითამაშა. ჯერ ერთი იმიტომ რომ აი ნახე რამდენი ის ქონდა. ნუ ბევრი დინამიტი რა ერთი წუთი. და მაგ დინამიტის გარდა კიდე მე მგონი აქეთ მოდის რა, წავიდე ამასთან. კაი, წამონახოთ რა სიზამს. ნახოთ. მოკლედ რაც შეეხება სამსახურს, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი ჩემთვის ახლა მაგალითად იმიტომ რომ იმდენი რაღაცა მჭირდება, რომ რეალურად ახლა სამსახური არ მქონდეს წესიერი, არ ვიცი, სწორად იქნება ჩემი საქმე. იმიტომ რომ წარმოიდგინე ახლა ჩემს მანქანაზე გამოსაცვლელი მაქვს ორი უკანა საბურავი. თორე უკვე ფაქტობრივად სლიკებში გადავიდა და კიდე სლიკებსაც გაცდა. ეს რა არის? ბუზები და რაღაცები. ნუ კაროკაში კიდე ზეთი არის გამოსაცვლელი. მალე ისე იქნება ზეთი გამოსაცვლელი კიდე ზოგადად მანქანაში. კიდე რავი, საჭიროა თუნდაც მაუსი მჭირდება ერთი, კიდე მინდა რომ რაღაც ახალი მანქანაც მყავდეს, მაგისთვის რაღაცა ფული შევაგროვო, მაგრამ ხელს სამწუხაროდ ეს უნივერსიტეტი არ მიწყობს და ნახე გარბის ის ტიპი. თუ დავეწიე თუ არა და რაც იქნება მაშინ. აი C6 კორვეტი არის ძალიან ლამაზი რაღაცა. C6 კორვეტი არის ფაქტობრივად ყველაზე მაგარი რაღაცა, რაც კი შეუქმნია კაცობრიობას ალბათ. და რა არიცი, ზუსტად 2013-ში არის გამოსული ბოლო მოდელი. მაგრამ 2013 წლიანები იმდენად აღარ არის აი გაყიდვაში და აუქციონზე რომ ნახე, დაახლოებით 50 C6 კორვეტიდან იყო მხოლოდ ერთი, რომელიც იყო გამოსული 2016-ში და ეგ ერთი კორვეტიც კიდე ესენი არის პერკები. პერკებიც არის ამ თამაში როგორც ედვედელაჩი ისე დაახლოებით. მაგრამ როცა მოვკვდები ამ თამაში, ყველაფერს კარგავ. ანუ ეხა პროგრესი მე რაც მაქვს ამ ჰანთერში თუნდაც აი ამ მონადირეში, ყველაფერს დავკარგავ. კარში მოარავინ არ არის, ის ტიპი არის მხოლოდ ვინც ისვრის. მოდი ბარემ ავიღოთ ეს და გავყოთ იმას. ამათმა. ნუ რაღაცა ტრეპიკონიათ ამაგრებული აქ და გავაბი მაგაში, მაგრამ ეგ არაფერი. ნუ ორივე ბაუნტიც გვაქვს. ის მე მგონი წავიდა, ხო? არა, ჯერ არ წასულა. ხო და ერთადერთი რაც ვნახე, ანუ ეგ C6 კორვეტი, იყო თორსები არა, იყო 16-იანი, 13-იანი ბოდიში. და იყო დამწვარი ფაქტიურად მთლიანად, ესენი კიდე ნახე არ იტვირთება აქაც. და არ ვიცი, აი ზუსტად 13-იანს ჩამოვიყვან აქ და გამოვაჟებ თუ არა, ეგ არ ვიცი. მე მგონი ვერ მივასწრებ, აი 30 წამი არის თუ 20 წამი და მე მგონია რომ გაასწრებს აქედან. სადაც აქეთა. ხო, აი ეგერა. მაგრამ ისვრის უკვე რაც იმას ნიშნავს, რომ წავალ ეს აქედან. გაიქცა. ნუ მარტო მე დავში მაფში ფაქტიურად. მეტი აქ არავინ არ არის, ამიტომაც ახლა წავედი. და საბოლოოდ აქ სხვადასხვა შეიძლება კიდე საქართველოში წყიდვა მსგავსი კორვეტების, მაგრამ აქ არის 2005-იანები, 10-იანები და ეგეთები და ახლა 13-იანები რო დახალი არის, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი და მსგავსი რაღაცები იგივე ექნება. მაინც მე ხუთ გარშემო ხორავინ არა. მაგრამ 13-იანი მაინც იყო უფრო ახალი არის და ხვდებით. თან მაგ მანქანებს ისე აწვალებენ, აი ამერიკულ ვიდეოებს უყურებ ხოლმე რაღაცეებს და
საშინელ ექცევიან მაგ მანქანებს და იმედია რომ თუ ოდესმე ვიყიდე და დარწმუნებული ვარ რომ ვიყიდი, ისეთი ნაწოლები არ შემხვდება რომ აი ქუჩებში ისე ატარებენ, ვითომ მოპარული მანქანები იყოს ეგენი. და შემხვდება კარგი და მოვლილი და არა ისეთი რომ აი ერთს ჩავადგამ და მატორი რო აფეთქდება. ხო და ნუ ეგ არის და ეგ რა. იმედია რომ ოდესმე მექნება მაგის საშუალება რომ კორვეტი ყავდეს. 13-იანი C6. C5-იც კაია, მაგრამ ძალიან ძველები ეგენი. ეგ არის, მოვიგეთ. ცხოვრობ იმიტომ რომ სხვა დღეს მოკვდეო რა. ეს არის კიდე უკვე მორჩენილი თამაში როცა არის და როგორც ხედავთ აი ჩვენი ჰანტერი, ანუ მონადირე ესე ვთქვათ, არის უკვე გადასული 24 ლეველზე. იმიტომ რომ ბევრი ისინია ვიყეთ რა ქვია, ანუ ორი ბოსი მოვკალთ ფაქტიურად, ნუ ჩაგვეთვალა ეგრე რომ ვითომ ორი მოვკალთ, მიუხედავად იმისა რომ ორი არ მოგკლავს, თავარი ისაა რომ წამოვიღეთ მაგათი ბაუნთები რა, ანუ მაგათი ნაწილები. და ჩათვალა ისე რომ ვითომ ორივე მოვკალეთ ჩვენ. და ეს არის ჩემი ლეველი, ანუ აკაუნტის, რომელიც არის 34, მაგრამ რეალურად ჩემი ლეველი არის 634. იმიტომ რომ ნუ პრესტიჟებზე ვარ გადასული და პრესტიჟზე რო გადახვიდე, უნდა გააკეთო ის რაღაცა, რომ ფაქტიურად უნდა გადახვიდე 100 ლეველზე, მე ადიხარ პრესტიჟზე, მე კიდე 100 ლეველი და ასე შემდეგ. და ეგრე გავაკეთე 6-ჯერ. და ეხლა მაგიტო ვარ level 34. ესენი არის კიდე პრესტიჟებზე რაც გეხსნება, ანუ 100 ლეველზე რო გახვალ და პრესტიჟს გააკეთებ, გაგეხსნება ეს მონადირე. მე კიდე პრესტიჟ 5-ზე გაგეხსნება ეს იერაღი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ანუ ეს არის სპარკი. და ნუ მე კიდე გეხსნება რაღაცები აი სხვადასხვა პრესტიჟებზე. მე დაკეთ კიდე 100 ქულები და ამის მერე უკვე პრესტიჟებზე გადასვლა არც ღირს, იმიტომ რომ ხოლოდ აი 2000 დოლარებს გაძლევს და ესენი კიდე არაფერ შეიძლება გამოგედგება იმდენად. კარგი, ნუ იმედია ვიდეო მოგეწონათ. ეხლა ამ თამაში უფრო მარტივი UI იყო რა, უფრო კარგი UI იყო, მაგრამ ეხლა შეცვალეს და უფრო ბევრად რთული UI არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მოთამაშეებისთვის აი ძალიან რთული იქნება მის გარკვევა თუ აი მენიუში რა ხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღილაკებია, ძალიან ბევრი რაღაცეებია და მოკლედ ეხლა თუ დამწყები ხართ, აი მართლა ძალიან აირევით. მეც კიდე გამიჭირდა მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშს აი უკვე თამაშობ 4 წელიწადი არის. და ეგ არის და ეგ. ეხლა კიდე წავედი ვიდეო თუ მოგეწონათ და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩვენით მანჩხდებით შემდგომ ვიდეოში და დროებით.